მოგესალმებით. ჩვენ თუ თქვენს ეკრანებზე ჩანვართ, ესე იგი Cooling Breaks უყურებთ. Cooling Breaks-ის დღევანდელი გადაღება მიმდინარეობს დიდგორი ბარში და დიდი მადლობა მინდა უთხრა აკაურ სივრცეს. ვისაც გსურთ, კარგი გართობა, კარგი სმა და კარგი ჭამა, შეგიძლიათ მობრძანდეთ დიდგორი ბარში. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ბლოგერი, რეჟისორი და ფოტოგრაფი ზუკა ჩაჩანიძე. ზუკა, როგორ ახარ? მადლობა, კარგად, ძალიან მადლობა მოწვევისთვის. მაშინ დავიწყოთ კლასიკურად და ფეხბურთს გავუმარჯოს. გავუმარჯოს. ისე რომ დავიწყოთ ახლა რა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ და მჯერა რომ ძალიან მაგარი გადაცემა გამოვა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს. ამას მაყურებლებსაც ვეუბნები და შენც და რა არის ვინ არის ზუკა ჩაჩანიძე, შენ რო გითხრა ორი სიტყვით რა. რას მოღვაწეობს ფეხბურთთან, საიდან ილინკება და ასე შემდეგ. ფეხბურთთან ილინკება ბავშვობიდან ალბათ, ხო. ხო და პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ როდესაც გუშინ დამიკავშირდით, გამიკვირდა და გამიხარდა, იმიტომ რომ დიდი ხანი არ ყოფილვარ ესე არსად და თან ცოტა ზღველავ. ხო და ისე საჯაროდ ალბათ გამიცნეს საფეხბურთო ამბავში, მაშინ როცა YouTube არხზე ვაკეთებდი ესე საფეხბურთო გადაცემას რა. ეს 2 წლის წინ ხდებოდა. Ну დღეს აი ბლოგებს წერ ჩემ Facebook გვერდზე. ზუკა და ფეხბურთი ყველამ უნდა ნახოთ აუცილებლად, ვისაც გიყვართ ეს სპორტი. ნელა ვითარდება გვერდი. ხო, რაღაც შრომას არ ვაკლებდა, ნახოთ რა როგორ გამოვა რა. კი ბატონო, ძალიან ბევრ რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ დღეს, აი ისე ყველანაირი ნერვულობის გარეშე, სტრესის გარეშე დავждეთ და ძალიან ვილაპარაკოთ. უცებ რომ ნაკრების რაღაცებზე ვილაპარაკოთ და მე უკვე ჩავშალოთ როგორც შენ გაგიხარდება ისე. უბრალოდ ნაკრებზე მაინტერესებს შენი რაღაც აზრები, ორი თამაშის, აი განვლილი ორი თამაშის, კიდე ორი თამაში გვაქვს სულ რაღაც აი ერთ თვეში და მაინტერესებს შენი აზრი, იმიტომ რომ ვიცი რომ ნაკრების ძალიან დიდი გულშემატკივარი ხარ. ძალიან მაგარი სტატიებიც დაწერე ამ თამაშების შემდეგ, მაგრამ ჩვენგანაც გვინდა რომ ხალხმა გაიგოს შენი აზრი. Ну პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, როდესაც გავიგეთ ამ ჯგუფის შესახებ, ახლა ყველამ თქვით ალბათ და წარმოვიდგინეთ, რომ რთული იქნებოდა და ძალიან გართულდებოდა ამ ჯგუფში. რადგან ესპანეთის ნაკრები სადაც საჭირო იყო და სადაც საჭირო არ იყო, ყველგან ჩვენთან ჩაჯდა. კი. ხო და კონკურენტად ესპანეთის ნაკრების განხილვა აბსურდი იყო, რა თქმა უნდა. საფრანგეთი არ განიხილავს, მე მგონი კონკურენტად ესპანეთს ჩვენ კი არის. ხო და არგენტინა ალბათ სოფლიოში ხო თორე. მე მგონი ისინიც განიხილავენ უკვე რა, ბოლო წელიწადნახევარი. ჩვენ უნდა გვებრძოლა მეორე ადგილისთვის და ამ ბრძოლაში რომ შევსულიყავით, თურქეთი უნდა დაგვემარცხებინა, ხო? კი. რაც ვერ მოვახერხეთ. ჩვენ პრინციპში საგზური დავკარგეთ თბილისში უკვე, როდესაც თურქეთთან დავმარცხდით და ახლა თურქეთი კი ბევრს ქონა იმის მოლოდინი, რომ აი თურქეთში იქნებ რამე ვქნათ, მაგრამ როდის აგებს ახლა თურქეთი ეგეთ გადამწყვეტ მატჩს საკუთარ მოედანზე, ხო? ნუ ვერ მოვახერხეთ გასვლა, მაგრამ ეს სხვა საკითხია, მე უფრო იმაზე ვღელავ, რაც ვნახე თვითონ ამ ჯგუფში. ეგ უფრო მაინტერესებს რაღაცა შედეგი რა. აი სხვა შესარჩევებში ხო დაწყებული ვარ. ჯერ იყო და გერმანია ვერ მოვიშორეთ ჯგუფიდან. ხო, ეს შოტლანდია, იტალია იყო მე ძალიან დიდხანს. ხო, შოტლანდია ჩვენთან გახდა კარგი ნაკრები ჩვენ ჯგუფში და მე მოვშორდა. და ეხლა სხვა ჯგუფებს რო გადახედო რა, ეს ირლანდია ხო ჯგუფში ვყავდა სიტყვაზე და კიდე ეგეთი ნაკრებები, ეგენი უკვე აღარ გვხდება. აი ახლა ეს ბულგარეთი მოგვცეს და ბულგარეთი მართლა ყველაზე სუსტი ნაკრები არის ახლა მე მგონი ევროპაში, ფარერები ბევრად უფრო ძლიერი არიან. დანარჩენები, აი თურქეთი, ესპანეთი რო ხდება ჯგუფში, მანდ უკვე აი როგორ გახვალ ძალიან რთული არის, ძალიან. უბრალოდ ჯგუფიდან გასვლაზე არ არის და ზუსტად შენ რასაც ამბობდი, მაგის კითხვა მინდოდა რომ ჯგუფიდან არ გასვლა, ჩემი აზრით არ არის მთავარი პრობლემა რა ახლა. რა თქმა უნდა. მთავარი პრობლემა რა იყო? ჯერ შენ მოგისმენ, მეც გეტყვი და წესდი ერთ აზრზე ვართ მაგალითად. მთავარი პრობლემა იყო ის უსისტემობა, რაც ვნახეთ და ეს იყო გამოწვეული სხვადასხვა ფაქტორების გამო. მაგალითად შესარჩევი დაიწყო ისე რომ შუა ნახევარდაცვის ხაზზე არ ვყავდა, ძირითადად ფეხბურთელებს გულისხმობ, კიდეიშვილი ჩაკვეტაძის სახით და ამის შემცვლელები ვერ მოიძებნა. იმიტომ რომ აი ეს არის რა რეალობა, რომ კონკურენცია იმ დონეზე არ არის, თუ ერთ ფეხბურთელი დაგვაკლდა, ეს ძალიან მძიმე დაისახება უკვე ჩვენს ნაკრებზე და ფაქტია ესე მოხდა. აი იგივე თურქეთის ნაკრებია, ევროპის ჩემპიონატს შევხვდით ერთმანეთს.
წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ. თანაბარი თამაში იყო, ალბათ დამეთანხმები და ნუ გაუმართლა შეიძლება რაღაც სიტყვები მოგვიგეს რა 3-1, მაგრამ მაინც არის ყველა სასამით ერთოვანი გარეშე. ხო, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზე, ნუ ეს აღიარეს თვითონ. ევროპაშიც და იმის მერე გავიდა წელიწად ნახევარი და ჩვენ ნახეთ როგორ პროგრესირდა კიდევ უფრო თურქეთის ნაკრები რა. დაალაგეს თამაში, უფრო განავითარეს და ძალიან სახიფათო გუნდი გახდა რა. აი ჩვენ თითქოს პროგრესი დავინახეთ იმ ორ მატჩში, ჩეხებთან და ალბანელებთან, ეს ორი თამაში მოყვა ხო ევროპის ჩემპიონატში. ეგ პროგრესი იყო თუ გადმოყოლილი მოხდი? ეგრე გამოვიდა, გადმოყოლილი იყო ზუსტად და მაქედან გამომდინარე გვეგონა რომ აი წინ მივდივართ, მაგრამ იმის მერე იმ ხელ რეგრესთან გვაქვს საქმე რომ არ ვიცი ხა ევროპის ჩემპიონატზე როდესაც გადიხარ ამ ხელა ტურნირზე პირველად ესეთ ქვეყანას საფეხბურთო ტრადიციებს, ჩემი აზრით უფრო უნდა გამოიყენო და უფრო მიმართო რომ პროგრესირდე და მოხდა აბსოლუტურად პირიქით რა და ეს 1000 მიზეზია ამის რა თუ გინდა გავყვეთ. რა თქმა უნდა, ხო, გვინდა რა, ძალიან გვინდა, იმიტომ რომ კი, ბევრი ლაპარაკობს ამაზე, ბევრი განიხილავს, ბევრი ხსნის, რომ აი ამიტომ მოხდა ეს, იმიტომ მოხდა, მაგრამ ჩემი აზრით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ის ფაქტორი რა და შენ გეწერა მე შენს ერთ სტატიაში და ხალხსაც ურჩევ რომ აუცილებლად წაიკითხოს აი ეროვნულ ჩემპიონატებამდე და ეგ ცოტა გადავდოთ, ეგ ცოტა ბოლოსკენ მინდა რომ მოვიტოვოთ და მაგაზე აუცილებლად ვისაუბრებ და აი ფეხბურთელების სელექცია რაც მაინტერესებს რა და ტაქტიკა ვერ ნახე მე ფეხბურთელების სელექცია კიდე არაუშავს, არა გვაქვს დიდი არჩევანი და მესმის მიუხედავად იმისა, რომ თვლი რომ რომელიღაც კონკრეტულ ფეხბურთელებს ალბათ უფრო მეტი დრო უნდა მისცემოდა და შესაბამისად ზოგს ნაკლები. ნახე რას გულისხმობ, იცი რომ ტაქტიკა, რაღაც ტაქტიკა რა, კონკრეტული ტაქტიკა, მაგალითად რომ ჩვენ ვთამაშობთ ასე რომ აი ხო არის რომ ან ამოდიხარ ბურთით, ან პრესინგს თამაშობ, ან რაღაც მაგ გადაკიდებულ ბურთებზე იბრძვი, ან რაღაცა ავტობუსს აყენებ, ან ძალიან ბევრი რაღაც საფეხბურთო ტაქტიკა არის, რაც გაგვიგია, ხო? და ვიცი და პრაქტიკაში დანერგილი არის. აი მე მაგალითად ვერანაირი ტაქტიკა ვერ ვნახე ამ ორ თამაში, რომ რაღაცა ერთი კონკრეტული ტაქტიკა გქონდა. აი შენი აზრი მაინტერესებს ამაზე რა, რომ იქნებ მე გამომეპარა რამე და რა ასე შენ ნახე. ხო, ნუ გეთანხმები აბსოლუტურად, რომ რაც იყო ჩანაფიქრი ვერ შესრულდა რა. ვერც ერთ კომპონენტში ვერ შესრულდა. ერთი რაღაც თქვა მინდა, რომ აი ჩვენი ნაკრები როდის თამაშობს კარგ ფეხბურთს, როდის არის გამართული, რომ მოგეწონებათ ხო ტაქტიკას, ბოლო წლებს გულისხმობ, რომ იყო რა თამაშები, სადაც ტაქტიკას გამართული იყო, ბურთიც ამოქონდა, მაღალი პრესინგის დროს, როდესაც მეტოქე მაღალ პრესინგს მიმართავდა. მაინც ვახერხებთ ბურთის გამოტანას, მაშინ როდესაც ყავდა ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად 11 ეულში მოიაზრებიან და არ იყვნენ ტრავმირებულები ეს ფეხბურთელები. აი ახლა გადავხედოთ დღევანდელ სიტუაციას. ტრავმირებული ფეხბურთელები ყავდა მოედნის ცენტრში. ყავდა ლიდერები, რომლებიც ფორმაში არ იყვნენ. იგივე გიორგი მამარდაშვილი თუ დავიწყოთ და არც ხო არა არის. ხუჩათი და ხო ტრავმით ჩამოვიდა, გასაგებია. კოჩორა არ არის ფორმაში, თავის გუნდში არ თამაშობს. ძირითადად აღარ თამაშობს ეგრე გამოვიდა ხო და ერთადერთი ჟორჟი იყო ცოტა ფორმასთან ახლოს და ისიც ისეთი სტილის ფორვარდი არის რომ იქამდე რაღაცები თუ არ მოგვარდა აქ ვერ მიდის და ასეთ დროს აი განვითარებულ ქვეყნებში სადაც ფეხბურთი განვითარებულია ყველა სფეროში, უпросто ფეხბურთის ყველა სფერო არის განვითარებული, სისტემა მუშაობს. ხო, ანუ ინდივიდებზე არ არის და შეიძლება გამოაკლდეს ლიდერი, თქვა თურქეთის ნაკრებს არ ყავდეს არდა გიულერი ან კენან ილდიზი, მაგრამ მაინც ისე ითამაშა. რაღაცა ივსება, ხო. არა აქვს მნიშვნელობა იმ მოკლე პასებს და სწრაფად გამოსვლას მაინც გააკეთებენ და ეს სისტემა მუშაობს. ამას უფრო მივყავართ იმ პრობლემაზე, რაც გლობალურია ჩვენს ქვეყანაში და ძალიან სერიოზული სამუშაოებია ჩასატარებელი, ამას ქვია ბავშვთა ფეხბურთი რა. აი მანდ ვერ ხვდები, რომ იცი რა არის, რომ ახალგაზრდული ნაკრებები თუ შეიძლება გავაგრძელებ, ხო? საიდან დავიწყე, რომ ტაქტიკა ვერ ვნახე და მხოლოდ მწვრთნელს ვერ ვაბრალებ თქო, ამის თქმა მინდა რა, მიუხედავად რა თქმა უნდა ჩვენ მწვრთნელთან მეც მაქვს შენიშვნები და რაღაც ჩემი აზრები მაქვს, კი ბატონო, მაგრამ აი ბოლომდე თან ვერ ვაბრალებ, იმიტომ რომ ადამიანი როდესაც ამბობს პრეს-კონფერენციაზე ესპანეთის თამაშის შემდეგ, რომ აი ასეთი განწყობით თუ წავალთ თურქეთში ჯობია საერთოდ არ წავიდეთ, თვითონაც არ მოელოდა ფეხბურთელები ისე გავიდნენ ესპანურ.
აქ რა უნდა გააკეთო, რა უნდა მოახერხო, არ ვიცი. ანუ მწვრთნელის ცვლილება ამ შემთხვევაში მოიტანს დროებით პრობლემების აღმოფხვრას. აი ეს სულ იქნება. ხო, ეს რო არ იყოს ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რაც არ ხდება არასდროს. ახალგაზრდული ნაკრებები რას ვამბობთ რა, რომ ახალგაზრდული ნაკრებები თითქმის სულ ძალიან ისეთი კარგი ნაკრებები ყავს, აი იმ დონეზე რა დონეზეც ვართ, აი კარგად გამოიყურებიან ეს ბიჭები რა. მე სადღაც ევროპაში ამათი ტრანსფერი ეროვნული ლიგიდან ხდება, ევროპაში არ უგულისხმობ, ახლა ესპანეთს და იტალიას მიხდები რა, ანუ არა საფეხბურთო ევროპულ ქვეყნებზე მაქვს საუბარი. თუ შეიძლება რომელიმე ეგეთად ჩაითვალოს. ეს ბიჭები მე ქრებიან რა და ეგ რისი პრობლემა არის? ეგ ხო იმის პრობლემა, ჩემი აზრით ეს არის იმის პრობლემა, რომ უბრალოდ პროფესიონალებად ვერ ზრდით ფეხბურთელებს, აი მე ეს შეკითხვა მაქვს ახლა ამ წუთას. იმიტომ რომ ეს ბიჭები რომლებიც U16-ში, U17-ში თუ U19-ში თუ რომელ ანდერ ნაკრებში არ უნდა იყოს. კარგად გამოდიან, ეროვნულ ლიგაში კარგად gemodიან, მერე ან ვიღაცა რუსეთში მიდის, ან მიდის ბოსნიაში, ან მიდის სიტყვაზე ჩეხეთის მესამე ლიგაში და სკაუტინგის პრობლემაა, ახლა ეგ მაშინ ევროპელებს უნდა დავაბრალოთ, ხო და ეგრე არ გამოდის, ანუ სკაუტინგის პრობლემა ყველაზე ნაკლებად მაგათ აქვს და რა შეიძლება ის მივაწეროთ რა? ახლა დავფიქრდები და ალბათ რამოდენიმე მიზეზია მაგისიც. პირველი არის რომ აი მენეჯერის ამბავია ალბათ, იმიტომ რომ ეს მენეჯერული სისტემა, ხო ჩვენ ვიცით მამარდას მენეჯერი, კვარას მენეჯერი. ეს ხო ეხლა ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. რა იყო ერთი მენეჯერი, ამ შემთხვევაში კვარას მენეჯერი, რომელსაც ეს რუსეთის ბაზარი ჰქონდა და ძალიან ბევრი ფეხბურთელი იქ მიყავდა, მაგრამ სხვები არ იყვნენ ესე. ეხლა თქვათ ეს სეთურიძე, გუგა კაჭა არიან უკვე მოდიან მენეჯერები, ვინც მუშაობენ და ეს არის პირველი ეტაპი ამ ეხლა დაიწყო ამ ქვეყანაში ამის განხორციელება. ამიტომ მათ რა საშუალებებიც აქვს და ევროპაში ესე მიდის მუშაობა, ეს ფეხბურთს არავინ არ დაურეკავს, აბა ჩამოდი ჩემთან იტალიაში, ხო, მენეჯერი უნდა დაკავშირდეს, ეს ხაზი გაჭრას, ასე ვთქვათ რა, ჟარგონულად რო ვთქვა და აი ჯერჯერობით რისი შანსებიც არის ეს ჩდება რა და ასე დისციპლინაზე თქვი და საქართველოში ხო იყო ეს მოდა რაც უფრო არადისციპლინებული იქნება, უფრო კაი ტიპი იქნება რატოა. ესეც ხო პირველი ეტაპია რომ დისციპლინა აჩვენეს ამ ფეხბურთელებმა და აი ამით მიაღწევ, თორე იმდენი ყოლია შესანიშნავი ფეხბურთელი არადისციპლინებული, რომელსაც შემდეგ არ გამართლებია არაფერი და არ ხდებოდა ამ. აი პირველ ეტაპს გავდივართ და შემდეგში ალბათ უკვე იმედია რომ პროგრესისკენ წავა ეს და შემდეგ ნაკრებზეც აისახება და ქართულ ფეხბურთს. ჯერა და მაშინ პროგრეს და უკეთეს მომავალს გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს. ეროვნული ჩემპიონატი, ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი რა. მე ძალიან დიდი ფანი ვარ ქართული ფეხბურთის და კონკრეტულად ეროვნული ჩემპიონატის. ფენტეზისაც ვთამაშობდი წლები და ძალიან მიყვარს და მე რო დავიწყო ახალას მე ვთვლი პრობლემად. მაგას კი გეტყვი, უბრალოდ შენი აზრი მაინტერესებს, ვიცი რომ ეროვნული ჩემპიონატი შენ ძალიან გყივა, შენს ხდები, იცი აქ რა ხდება და მაინტერესებს შენი აზრი ეროვნულ ჩემპიონატს პირველ რიგში რა პრობლემები აქვს და რა შეიძლება ვუშველოთ ამას. ამ რაღაცას რაც გვაქვს დღეს. ესე ვერ ვიტყვი რა. ალბათ ერთი ჩვენი შეხვედრა არ ეყოფა ამაზე რო ჩვენ კიდე შევხვდებით ნეტა უშუალოდ ამ ჩემპიონატზე ვიზით არ თავარი პრობლემა არის ნუ ფინანსები რა თქმა უნდა აქ მივდივართ პირველ რიგში შემდეგ არის კლუბებში მენეჯმენტის პრობლემა აშკარად აი იმ პოლიტიკის პრობლემა კიდე გუნდებიას ატარებენ იქ მომუშავე ადამიანები ხშირ შემთხვევაში არ ვიცი მე რა კვალიფიკაციისანი არიან. სამწუხაროდ ეგ. წინ ხოლმე მე რა არის საწყენი ხა არ მესმის არც ეს. პირიქით ხო აი ელემენტარული მაგალითი არის კი ცდელობა აქ შეიძლება ვიღაცას რაღაცას აკეთებენ აქეთ იქით, მაგრამ ერთ-ერთი გუნდის დირექტორი ამას მკითხულობდი რა შემდგომ კაი რაცო ამ ხელა ბიუჯეტი აქვს რა და მაგიტო გავიდა გუნდის დირექტორი ამბობს ამას რომელიც გავარდა პაიდესთან ჰამრუნთან და კიდე რაღაცა უბედურებასთან და აი მათი ბიუჯეტი რამდენია მაშინ აი მაინტერესებს ხო ყველაფერი მშპ ხო და აი საკუთარ
თავში არ იხედებიან. შემდეგ ესეთ რაღაცას მოვუწნო, გულშემატკივრების ბრალია ვარ დადიანო. 97 წლიდან დავდივარ ეროვნულ ჩემპიონატზე და გიჟი ხარ ზოგი მეუბნება რა ვაფშე რა შვებია და რაღაც თუ არ დავდივარ უყურებ რა ვადენ ეს ჩემი სიამოვნებით თუ აი ამ ბიჭებს ყვარას თქვა ჩაკვეტას იმას ამას კიტეს იმას ვიცნობ ბავშვობიდან და მე ამ სიამოვნებას ვიღებ რომ 14 15 16 წლის ასაკიდან მახსოვს ესენი და მე აი როდესაც ხედავ იქ სოფლის სამყანგუნდებში მიხარია და ამიტომ დავდივარ თორე ესაა ჩემი მუღამი და კიდე თბილისის დინამო ვარ ძალიან და ამიტომ მაგრამ ეს ჩემი პირადი სურვილი და დამოკიდებულებაა აბსოლუტურად არ მესმის რაზე საუბრობენ ეს ადამიანები როდესაც აკრიტიკებენ გულშემ ყველას აკრიტიკებენ საკუთარ თავზე გარდა კი სამწუხაროდ ეგრე ხდება ხო და შემდეგ ინფრასტრუქტურა, არ ვიცი, რა დონეზე. საშინაო დღეშია. ვისაც ეხება, ესეც სხვა საბრალებს. შემდეგ ტრანსლაცია, კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ YouTube-ზე ყველა თამაშის ხილვა შესაძლებელია, მაგრამ როგორ მიდის იქ? ხო. აი, ეს ხო მეორე კაი, პირველი ეტაპი გაკეთდა, რომ ყველა თამაშთან. მეორე ეტაპი ხო შეიძლება მოყოს, უფრო ხარისხიანი იყოს რაღაც დაბუმბილი სახლი არ ჩანდეს მოედნის ფონად და ძროხების ნახირი არ გადადიოდეს ხო. ანუ ეს მასშტაბური ამბები არის. ისორი ხარ, მინდოდა რომ აქამდე მისული ხარ, იმიტომ რომ შენი ხედვა უფრო სხვა არის და შენი ხედვა არის ზუსტად გათანაბრებული იმ ხალხის ხედვასთან, ვინც ამ ჩემპიონატის ტრანსლაციას უნდა უწყობდეს ხელს და უწყობს. მე თვითონ მაგათად ვარ ფოთელი რა. ხო. ფოთს კოლხეთის თამაშები YouTube-ზე ხო გინახავს. კი რა თქმა უნდა. უყურებ სტადიონს, აი ქვემოთ გახარ რა, ლაინსმენთან გახარ ჩათვალე. არ არის არც ოდნავ რაღაც მაღლიდან ან სხვა კუთხიდან. არა კომფორტული. მაგალითად აი რამოდენიმე დღის წინ კოლხეთის თამაშზე ჩემმა მეგობარმა პირველ რიგში ასე ვიტყოდა კოლხეთის ფეხბურთელმა გაიტანა რაღაც არამქვეყნიურად მაგარი გოლი რა. მე განახი ხარებავამ რო გაიტანა. ხარებავამ, კი. იქიდან რომ ჩართო, საერთოდ ვერა არ აღიქვა. კიდევ ერთი პასი ხარებავა საჯარიმოშია. ვრცელდება შეტევა ხარებავა. ეს რა იყო შესანიშნავი დარტყმა და ანგარიში ხდება 2-1 35 წუთზე. ჩვენ მე-12-ზე ვიყავით დღეს და შოშდას ვანახე რომ ნახე რა მაგარი გოლი გაიტანა და ბურთი სად არის? ვერ ვნახეთ, აი გოლი ვერ ვნახეთ, საპირისპირო კუთხიდან მე ვიღაცამ ზემოდან გადაიღო ტელეფონი და იქიდან ჩანს რომ ფანტასტიკური გოლი არის, ძალიან მაგარი და ოფიციალურ ტრანსლირებაში ვერც მიხვდები რა კომენტატორს თუ არ მოусმინე რა გააკეთა ვერ დაინახა. აი მაგაზე მინდოდა ამ ტრანსლირება შეფუთვა ეს ხო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა სხვანაირად ვერაფერი ვერ გაიყიდება ხო აი ნებისმიერი პროდუქტი უნდა გაიყიდოს და ეს ხალხიც რომ მივიდეს სტადიონებზე სტადიონები გაივსოს მაიკები კაშნეები გაიყიდოს ფული შეუვიდეს გუნდს რაღაცამ ხო უნდა გამოიწვიოს არა და მინიმუმ შეფუთონ კაი მესმის არა გაქვს იმის ფინანსი რომ ჩამოიყვანო რონალდინიო რა და ვიღაცა ნებისმიერი სხვა ათამაშო შენ გუნდში მეორე მხარე რა არის ხო ამის შეფუთე ისე და ისე მიიტანე ხალხთან რომ რაღაცა ახალი შემოგთავაზე რაღაც გააკეთე ხო ყავთ შესაბამისი დეპარტამენტები და ხო ვიღაცები მუშაობენ პიარზე რას აკეთებს ეს ხალხი მე არ ვიცი გეთანხმები აბსოლუტურად აი ხო წარმოიდგინე ადამიანს მოუნდა ფეხბურთზე წასვლა წაიყვანოს ბავშვი თქვათ რა რომ შეაყვაროს ფეხბურთი რა ანუ ჩართო ეროვნული ჩემპიონატი ჩანს რაღაც დანგრეული სახლი კამეჩი და ბურთი არ ჩანს და მწვანეა უბრალოდ რანაირად უნდა რატო უნდა მოგინდეს წასვლა აი გავიხსენებ ბათუმის დინამოს მაგალითს რამოდენიმე წლის წინ როდესაც გადმოვიდნენ ისინი უმაღლეს ლიგაში ეროვნულ ლიგაში მაშინ ჯერ სტადიონი არ ქონდა და ანგისას ბაზაზე თამაშობდნენ და მან გულშემატკივრებმა შექმნეს ისეთი გარემო რამაც მე მიიზიდა გულშემატკივარი ამ გუნდს. გემახსოვრება ალბათ ის ტრიბუნა ივსებოდა ეგ ანგისას ბაზაზე. სასწაული კომაგობა იყო და მაგარი თამაშები ჩატარდა. კი. ამას მოყვა სტადიონის გახსნა და საქართველოს ჩემპიონატს გავსებული სტადიონის მახსოვს ბათუმში ყოფილა ეგეთ თამაშებზე. ერთი კვარარო დინამოში თამაშობდა. ხო, ის კვარას ფაქტორი იყო, მაგრამ აი ბათუმში უშუალოდ ბათუმის დინამოს გამომიდიოდნენ, თქვა სამგურვალთან თუ დილასთან მიდიოდა ეს ხალხი რა, მაგრამ აი ისევ ფინანსებთან
მივდივართ, ვიცით რომ პრობლემა შეექმნა და ისევ ჩავარდა. ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდა. გეთანხმები ესე უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ვიზუალური მხარე მნიშვნელოვანი და კიდე ერთი სატირული მომენტი რა არის, რაზეც მე ხალისობ ხოლმე. ვარის სისტემაა დანერგილი ჩემპიონატში და სადავო მომენტი, როდესაც არის მიდის იქ საჯი ეკრანს გვიმეორებენ, ხო, ამ ეპიზოდს. კარგად არ ჩანს რა ხდება, ამიტომ ცუდი გადაღება. ამ შემთხვევაში ოპერატორს და რეჟისორს კი არაფერს ვერ ჭირდება, ტექნიკურად ისეთი ტექნიკურად არ არის გამართული. ხო, რომ არ ჩანს მე და გამოვარდება საჯი ვიღაცას გააწერა. ვარის ჯიხური სად არის, ხო იცი? მარშრუტკის იმაში უკან. ხო, როგორ არა იქ ხედან კი? მარშრუტკაში წინ. სადაც ტრანსილდება ხდება. ხო. ეგეც კიდე ისე. მივდივართ მაინც იქამდე, რომ ყველაზე მეტად ალბათ ამ ჩემპიონატს არაკლია რა გულშემატკივრობა. არაკლია, ვერ იტყვი რომ გულშემატკივრობა აკლია. მე ვარ მესამე ლიგაზე, ფოთში კოლხეთის ფანი ვარ. მესამე ლიგაზე რეგიონში ხო, აი ფოთში ხო. მესამე ლიგაზე ივსებოდა და დღემდე ივსება რა, ასე თუ ისე ივსება. ბევრგან ვარ სხვაგან ამყოფ, მაგალითად აი მარტულში ქვედა ლიგების თამაშებზე მაქვს ლაპარაკი. უმაღლეს ლიგას მე არ გულის, არ ლაპარაკობ ეროვნულ ლიგას. ქვედა ლიგების თამაშებზე ავსებდა ხალხი, ავსებს რეგიონებში, ხაშურში მაგალითად რა. ხაშურში რეგიონალ ლიგას და მეოთხე ლიგაში. სარტიჭალაში ტურმის თამაშებზე რა ხალხი დადის და ამ ხალხს ხო ვერ დააბრალებ იმას რომ არ ქომაგობ ამ გუნდს. ესე იგი პრობლემა არის სხვა რაღაცაში რა. პრობლემა არის ჩემპიონატის თვითონ შეფუთვაში, ძალიან კარგად დაიწყო თავიდან რა, რომ ეროვნულ ლიგაზე რო გადავედით უმაღლესი ლიგიდან, აი ისე აი რაღაც ახალი სიტყვა თქოს, მაგრამ თითქოს აი მანდაცის დაგვემართა პროგრესი ვეღარ გავაგრძელეთ არის ამის ზრდაში რა. კი ბატონო. თავიდან ძალიან კაი ყველა თამაშის ტრანსლირება, იქ ფენტეზი ლიგა შემოვიდა, იქ რაღაცა შეფუთვა შეიცვალა, სტილი შეიცვალა, ძალიან გალამაზდა და გაჩერდა, ანუ სულ თუ არ ანახლეს 2019-ში, 18-ში გაჩერდა. ეს უნდა გაგრძელდეს და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფეხბურთში პროგრესი. კი ბატონო, ალბათ. კონდეს პროგრესი. და ამის არის ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გადავიდეთ დღეში. ქართულ ფეხბურთს გამომარჯოს მაშინ. ზუკა, ფოტოგრაფი ხარ. ხო, რეჟისორი ხარ. ხედვა გაქვს, ვიცით, შენ გადაღებული ფოტოები პირადად ნახავს პეიური და ძალიან დიდი ესთეტიკა დევს. მადლობთ. ყველას ვეკითხები ხოლმე, ან ბოლოში, ან შუაში და ეხლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის შენთან იქნება ამ კითხვის დასმა, როგორც ფოტოგრაფი, როგორც რეჟისორი, როგორც ფეხბურთის ფანი. აი რამ ხრიდანაც გინდა შეხედე და წარმოიდგინე ესეთი რაღაცა, რომ მოხდა რაღაც სასწაული და გადაშენდა რა მთელი ადამიანობა. და რაღაცა კადრები უნდა დავმარხოთ მიწაში, რომ აი არ ნუცხო პლანეტელები რო ჩამოვლენ ან რაღაც თავიდან რო დავიბადებით და თავიდან რო გავიზრდებით. აი ხუთი საფეხბურთო ან არა საფეხბურთო ხუთი კადრი მინდა სპორტული შენი პირადი რას დამარხავდი მიწაში და რას დაუტოვებდი ხალხს. კადრი თვითონ ფოტო კადრი გავუყო თუ ვიდეო კადრი? ვიდეო კადრიც ანუ ეგ არის შენი გადასაწყვეტი. ხო, კი ბატონო. ნუ შეიძლება ტენდენციური ვარ ახლა და შენს მაისურისკენ გამომექცა თვალი. ვიდეო კადრი ნუ ბანალური ვარ, მაგრამ მარადონას კოლაჟებს დავტოვებდი გოლს ინგლისთან, ბელგიასთან 86 სოფლიოზე. ნაპოლიში რაღაც ფანტასტიკებს. ხო, მე მგონი ეს საკმარისი იქნებოდა უკვე. ხო, რომ გაეგოთ რა არის ეს სპორტი და რასთან გვაქვს შეხება. და აი ფოტოკადრებსაც შეხება საინტერესო კითხვაა, იმიტომ რომ აი მაგალითად დაახლოებით ერთი თვის წინ, თვენახევრის წინ რაღაცას ვათვალიერებდი და ვნახე ანდი მიოლერი იყო ეგეთ ფეხბურთელი გერმანელი. რომელიც ძალიან მიყვარდა მე. იმ გერმანიის ნაკრების წევრი იყო, რომელიც ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიო ჩემპიონი 90-იან წლებში გულთქმა თბილისში ითამაშა იმ ნაკრებთან და შემდეგ განმეორებით მატჩი გოლი გაგვიტანა გერმანიაში გახსოვს ალბათ ხო კეცბაიას გოლით რო ვიგებდით და მე სამიანი ვარ და არა ის შეიძლება ეკი თორე მაშინ მეც რა 6-7 წელს ვიყავ ხო კი ეგ ვიცი და კადრი ვნახე ანდი მიოლერის რომელიც აღნიშნავს გოლს ინგლისის ნაკრებთან გადამწყვეტი პენალტის შემდეგ პენალტების სერია დაინიშნა ნახევარფინალში ევროპის ჩემპიონატის და ბავარიული ცეკვის ილეთით გაჩერდა გერმანიის კომაგების წინ და ესე აღნიშნა და ის მიყვარს რაღაცა კინოკადრივითაა რა და დავდე კიდეც მე ჩემ გვერდზე
ხო და აი ესეთი ბევრია ესეთი კადრი რა ფეხბურთში. შენი საყვარელი ანუ აი ეს ანდი მიულერის კადრს თქო. აი არა იცი რა ერთ-ერთი იმიტომ ბევრია თქო აი ამის თქმა მინდა რა აი მაგრამ მიყვარს ისევ ტენდენციური ვარ როდესაც არგენტინა იგებს სოფლიო ჩემპიონატს და შემოისვავს ხოლმე რომელი ხო პასარელაც ესე იყო 78-ში, მარადონაც ესე იყო და მესიც ესე იყო, ხო? და აი ეს რაღაც ფანტასტიკური კადრი, ეს ძალიან დამახასიათებელი კადრია, ხო? ერთ ფოტოში თუ ცალ-ცალკე. მაგრამ თვითონ აი ეს მოვლენა, რა რომ შემოსმული, ეს ამას ხო არავინ არ აკეთებს სხვა ნაკრები რა და კაი დავანებოთ თავი არგენტინას რო ვიღაცამ ძალიან ხო აი ხო თქვი გერმანიაზე თქვა ეს აი ბევრია რა ფეხბურთში ისეთი კადრი ძალიან და ქართული ფეხბურთიდან რაც დაგვიტოვებთ აი დათოს რო უჭირავს თასი, მაგრამ ევასება რა. თასების თასი როცა მოვიგეთ ლეგენდარული კადრია. დათო და ჩივაძე ზოლიანი მაისურებით გექნება ეს. ვიცი. ხო, ეს. მაგრამ აი უკვე როდესაც პირადად ეს ადრე იყო სანამ მე დავიბადებოდი და თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს და დავფიქრე. აი უფრო აი ესეთი კადრები მომდის რა, ეს რაღაც აიკონიკ რაღაც რო ქვია რა. კი ბატონო, კაცო, ანუ აი თუ ამომწურავია ჩემი პასუხი. კი ბატონო, კი, მივიღეთ ამ კადრებსაც მე ვიზამთ რომ გავუშვათ. საიდან ვიცნობთ მე და შენ ერთმანეთს მაგ თემაზეც რო არ გველაპარაკა ისე აქედან წასვლა ცოტა ისეთი რაღაცა იქნებოდა რა. შეამოვნები. სპორტული ინტელექტუალური თამაშები, რომლებიც შენს ძალიან გიყვარს, მე ძალიან მიყვარს, ძალიან ბევრ ადამიანს აერთიანებს თან. ესე რომ შეხედო შორიდან შეიძლება ვერც მიხვდი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი გააცნო ერთმანეთს და ამეგობრა რაღაცა ელემენტარული ის დღეებია, სადაც ვახსენებ, ხო სახელს, ხო არ იქნება პრობლემა. Всё? ეს არა. ხო, მე-12 მოთამაშე მაგალითად ჯაბულანი იყო, ტრიველა და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი სპორტული თამაშობები, სათამაშო ის ინტელექტუალური თამაშები, სადაც ყველაფერს თამაშობთ რა და ძალიან მოგწონს და რა როლი აქვს ამას შენ ცხოვრებაში პირველ რიგში? ზოგადად რა როლი აქვს და რა არის სპორტული ინტელექტუალური თამაშებები შენთვის და ამაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ და მე ხო, მან ორი პასუხი მაქვს, ერთი სახუმაროა და მეორე სერიოზული და სახუმაროთ დავიწყებ. მე და ჩემი ძმაკაცი ასევე ფეხბურთზე ძალიან შეყვარებული 2000-იან წლებში 24 საათი რო ფეხბურთს უყურებთ ეს ის დროა ნუ ვიცით ყველა იქ არა მარტო პრემიერ ლიგის პრემიერშიპის და ვიღაცების ფეხბურთელები და ერთხელ მეუბნება რომ აი რითი გვაქვს ტვინიო გამოჭედილი წარმოიდგინეო ეს რაში გვჭირდება და უცებ ხედავ რამოდენიმე წლის წინ ესეთ თამაშები დაიწყო და აი დავჭირდა ერთი ესა და მეორე არის ის რომ აი გსმენია ფეხბურთის გულშემატკივრებს და არა მარტო და ევროპაში ეს დღემდე საკმაოდ მაღალ დონეზე მაგრამ საქართველოში ეს კულტურა ცოტა მიწყნარდა საბჭოთა კავშირის დროს იყო ფან-კლუბები იკრიბებოდნენ პარკებში მუშტაეთში ვერისბახში და ეს ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანები მიმოიხილავდნენ მას თბილისის დინამოს ზენიტში იყო და ამის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებული, თუმცა არა მარტო სხვადასხვა საფეხბურთო ქვეყნების მოყვარულები იყვნენ და შემდეგ მოირღვა, ამიტომ რომ კლუბი კი არა, ქვეყანა მოირღვა და აღარ განახდა, ეგრე გამოვიდა რა საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ვიღაცა მე რეალს ხომაგობდა, ვიღაცა იუვენტუსს და ეს დაქსაქსული სიტუაცია იყო მოკლედ და მე აქ ხედავ როდესაც ჩვენ ვიკრიბებით სათამაშოდ ხო დაახლოებით 100-120 ადამიანი ვართ რომ გადაგხურონ ერთი კაი ფსიქიატრიული გამოვა ესპანეთი თავისი 4 ხაზის ჩემპიონობით იქითაც და აქეთაც ხოლო მეორე არის რამდენიმე ვარიანტი და რეალურად ეს არის იტალია 4 ხაზის ჩემპიონი იტალია იქითაც და ეგეც შეიძლება ვთქვა და ნუ აი როდესაც ჩვენ ურთიერთობთ თამაშის დრო შესვენების დროს მე ვხედავ აი ამ ერთობას რომ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანები სადღაც მიდიან ამ თან საფეხბურთო ცოდნას ავლენენ სიამოვნებს თამაში და თან ცვლიან აზრებს რაღაც იქით დაუმეგობრდით ხო ბევრნი და ამას რაჯობია შემდეგ ახლა სოციალური სივრცის ეპოქაა და იქ ვართ ყველანი და ერთმანეთს წერთ თუ კომენტარებთ და აი აქ გადმოინაცვლა რა აი აგვაახლოვა ამ ხო აი რაღაც
წყვეტის პერიოდის შემდეგ აი აქ ვიპოვნეთ საკუთარი თავი და ძალიან სიამოვნებს. ყველასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და რაც შეეხება ამ თამაშებს პოპულარული ხდება, ხო? უკვე YouTube სივრცეშიც ისეთი პრიზები თამაშდება, ამის ბინა გათამაშდეს აკაპულკოში რაღაცა. უკვე ამ დონეზეა მსურველი. მაგიდის დერბიც აი ხო, მაგიდის დერბი. ხო, ალბათ ეს ყველაზე მასშტაბური ის არის, იმიტომ რომ ისეთი პლატფორმა ხორციელებს, ვისაც აქვს საშუალება, რომ კარგად შეფუთოს, კარგად გადაიღოს, იგივე შეფუთვაზე მივედით და აი ახლა მე-12 მოთამაშე ვითამაშეთ მე-18 ჩემპიონატი, ხო? რამოდენიმე დღის წინ და როგორ კარგად მოხდა რეორგანიზაცია თუ განახლება ამ ტურნირის. აი ეს ყველა იყო თან და დაიდება ხო ეგ გადაცისა YouTube-ზე დაიდება. მე მგონი 1 საათიანი ის იქნება. მე-12 მოთამაშის ჯგუფში უნდა ნახოთ ეგ ვიდეო და მიხვდებით რაზეც ვლაპარაკობთ და რატო ვართ ასე ძალიან შეყვარებული ამ თამაშზე. ხო, ჩემთვის პირადად ჩემთვის ეს ნომერ პირველი პროექტია რა, ვლაპარაკობ, იმიტომ რომ სპორტულ ინტელექტუალურ სხვა სპორტულ ინტელექტუალურ თამაშებს ნოეწყინება, მაგრამ ეს უშუალოდ საფეხბურთოა და ჩემთვის პირველ რიგში ფეხბურთი არის საინტერესო და მასშტაბურიც ასე, იმიტომ რომ ამდენი გუნდი კონკურენციანულ რაღაც წარმოუდგენელი რაც დრო გადის სახეები და სახელები რომ ხო, რაც დრო გადის კონკურენცია უფრო რთულდება. ახლა მე და ჩემი გუნდი ერთგზის ჩემპიონები ვართ და უკვე ძალიან გვიჭირს ხუთეულთან მისვლა რა, ზოგჯერ კი ჯერ ვერ გავხდით ჩემპიონები. ხო და ვართ რა, იმ გზაზე ვდგავართ. იმიტომ რომ აი იპოვნეს ადამიანებმა ეს ადგილი, ვინც ვთქვათ სახში იჯდნენ ეს ცოდნა თუ ეს სიყვარული დაგროვებული ჰქონდათ და მოვიდნენ სათამაშოდ და გაიზარდა პროექტი. ძალიან კაი არის, ძალიან მაგარი არის. ბევრი ეგეთი პროექტი უნდა იყოს, უბრალოდ ხო, რას ვამბობ, მე-12-ზე რო თქვი შენც, მე მე-12-ზე შეყვარებული ადამიანი ვარ რა, შენს ჩათვალე რომ აი, კი, მაგიდის დერბი იყო, პრესინგი იყო, კიდე რაღაცა ჯაბულანი იყო, ბოლოს მოვიგეთ. ის ფანების ლიგა, ფანების ლიგა, ხო, ფანების ლიგა არის მასშტაბური საშინლად ვითამაშე იქ რო, რავი, იქ იყავი, ფოტოს გოლხეთში ალბათ, ხო? არ ნახვე გადაცემა. არ ნახვე გადაცემა. ხო და აი ეს თამაშობები ხო იყო რა და ძალიან მაგარი არის ყველა. მაგიდის დერბი არის ალბათ ყველაზე მაღლა. მერე პრესინგი და მერე ყველა სხვა ერთმანეთთან ერთად არის, ანუ ნუ მიწყენს ნურავი. მაგიდის დერბი უნიკალური პროექტი არის. ყველას რო აი გვინდოდა რაღაცა ეგეთი და საყურებლად მე სამოყვარულო დონეზე დაიწყეს ამის გაკეთება ბიჭებმა, რაღაცა პაკეტების შექმნა, მე იქ დავждებით ხოლმე თამაშობ და დარწმუნებული ვარ ჩვენსავე ძალიან ბევრი არის და ხო არ ნახე რა არის, ხო არ უწყობს ეს ხელს ფეხბურთის მოყვარული ხალხის უფრო მეტად დახვეწას და შესაბამისად მე ფეხბურთის დონეც ხო არ უფრო აიწევს. შენი აზრი როგორ არის ამასთან დაკავშირებით? აქვს გარკვეული როლი, რატომაც არა, კი. გარდა ამისა, ამ ყველაფერს ერთ წუთს თავი დავანებოთ, ბავშვები არიან ჩართული ამ ყველაფერში. ძალიან ბევრი ბავშვი ადევნებს თვალს ამ თამაშებს, როცა იდება YouTube-ზე, იმიტომ რომ ჩემი შვილი 8 წლის არც ერთი ესეთი თამაში არ აქვს გამოტოვებული და მე რომ მიდის ფეხბურთზე დადის გუნდებთან, კლასელებთან, იმათაც ნანახი აქვს რა. ესეთი მდგომარეობაა და როცა ამ დონეზე ხდება ხო, აი პოპულარიზაცია თუ სწორი პოპულარიზაციაზე მაქვს საუბარი აქ. პროპაგანდაზე კი არა, სწორ პოპულარიზაციაზე, შემდეგ ბავშვებიც უფრო ერთვებიან ამ ყველაფერში და უფრო სპორტულ თაობას ვიღებ. ის მასობრიობა, რაც დაიკარგა მაშინ, როდესაც ქვეყანა დაიკარგა კინაღამ, აი ხა ბრუნდება ისე მეგობარი არის 35 საფეხბურთო სკოლის მთავარი მწვრთნელი პაპუნა გასუიანი და იმ დღეს ვესაუბრებოდი და 800 ბავშვამდე საშუალოდ ვარჯიშობ 39 სკოლაში და საგრძნობლად მოვიმატა ამ ციფრმა მას შემდეგ რაც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა საქართველოს ნაკრები და ესეთი ფაქტები მასობრიობას ძენს სპორტს ხო და კარგია რა ჯანსაღი თაობა ჩვენთვისაც კარგია უგულშემატკივრად გაგვიხარდება მე რაღაცას დავწერთ ზოგჯერ შევაგინებ ზოგჯერ არა სხვათა შორის დღეს კარგი რაღაცა მოხდა ჩემთვის საქართველოს და ესპანეთის თამაშია ხო და დღეს დაიწყო ბილეთების გაყიდვა და პირველად უპრობლემოდ შევიცინე ბილეთი ეთყობა
ვისაც სელფების გადაღება. ჩემს ძმას გავხედე რომ ხო, ანუ მე მგონი პირველად შევიძინეთ უპრობლემოდ ბილეთი. კაი რაღაცას ამბობდი, ხო. რომელსაც ფეხბურთი გვიყვარს და ეს ადამიანები როგორღაც უნდა მოვატყუოთ ხოლმე ექსელფის გადასაღებად თუ დადეო საქართველოს ნაკრებს არასოდეს შანსი არ აქვს კაცად გასასვლელად თუ იქნება არ მოვიდნენ დაგვანებონ თავი მიგვიშან ამ ქვეყანაში ვართ ის ხო რეალურად ამ ადამიანის ბრალი არაფერი არ არის სისტემობის ბრალია როგორ იყიდება ეს ბილეთები გაუგებარია ან აბონემენტი რატო არ არის ჩვენთვის და ასე. აუ აბონემენტი რა, კაი რამე თქვა. აი ყველაზე საჭირო რამე არის აბონემენტი რა, მე მგონი მივედით იმ დასკვნამდე რომ გოდიში ეს მე მომაშორეთ. ყველაზე საჭირო რამე არის აბონემენტი რა. იმ ბილეთებს ვიღაცაები როცა შანსი გამოუჩნდება ნაკრებს სადმე გასვლის იყიდიან. მანამდე ის ტიპები რა ლატვიასთან რო დავდიოდით და ეგეთებთან კიდე გვექნება ეს აბონემენტი რა, აბონემენტი ძალიან საჭირო არის, ძალიან სწორი არის, კი. რა თამაშებზე ვართ ნამყოფები არ მომაყოლო. საერთოდ არ მინდა და არც რაღაც შემგონებაში ერთი პერიოდი საერთოდ არ არსებობდა ეგ თამაშები და ახლა მე მგონი ისე უმახსენებს თავს და მაგრამ არ მისწორდება. ახლა აი მანდვინცის დავდიოდით. მაგ ხალხისთვის უფრო მაგარი იყო მე ევროზე გასვლა რა. რა თქმა უნდა. ბრახ და ევროზე გავიდა ნაკრები რომელიც სამი თამაში მაქვს ნანახი იმ ხალხისთვის კი ბატონო კაცო პრობლემა არ არის ეგეთებიც რა თქმა უნდა საჭირო არის. თან აქედან და ეხლა რა ხდება თუ დააკვირდი შენ შეამჩნევდი რა გზე აღარ დადის იმდენი მაყურებელი მე რა გზე არასწორ ნაყო ხო მაგრამ ეს ადამიანები ვინც ნუ არ არის ასე ჩახედო წარმატებას მიყვებიან კი ხო და ტელევიზორში უყურებდი რომელიღაც რაგბის თამაში იყო ესეთი მნიშვნელოვანი და ნახევრად სავსე იყო ეგ კიდე სხვა პრობლემა არის რომ ბილეთები ღირს რაგბის ძალიან ძვირი მართლა ხო არ ვიცი ძალიან დიდი ხანი რამდენი ღირდა 80 ხო? სხვადასხვა არც ფეხბურთის ბილეთები ღირს იაფი, მინდა გითხრა. 10, 20 და 5 ლარინები აღარ არის, ხო? ფეხბურთზე ამბობ? 10, 5 რომელი წელი? ეგ ადრე. ახლა 10 ლარი არ ღირს? 20-დან იწყება. შეიცვალა კაცო, მე რომ უცებ ვიტყვი რომ ვიღაცებს ის არ ვეგონო, მე საერთოდ არ მიყვარს ფეხბურთის ყურება მოედნიდან. ახლა ესპანეთთან ნაკრები მე არ მაქვს, ნაკრების თამაშის ბილეთი მე არ მაქვს. ანუ მითხრა ჩემ აზმაგაცმა რომ რიგში ვარ, ბარემ გიყიდი, მეთქი არა, იმიტომ რომ არ მიყვარს მოედნიდან ფეხბურთის ყურება, რა მიჩემია ტელევიზორთან ჩემთვის შვიდად უყურო. თავიდან მითხრეს ეს რაღაცა ერთ ჩვენს ძალიან საყვარელ ადამიანზე მე გამიკვირდა და მე რომ დავფიქრდი მეც ძალიან ეგრევა რომ არ მიყვარს მოედნიდან თამაშის ყურება. მიჩემია სახელიდან უყურო და შესაბამისად ბოლო ბილეთი მიყიდა, აი კამერის უკან რო დგას იმ კაცმა რო აი შენ წამოხვალ რა. იყო ერევანში მიყიდა ბოლო ბილეთის სომხეთის საქართველოზე მაშინ. მაგის მერე ბილეთი არ მქონია ვაფშე ეს თამაშის. ხო არა, ერევანში მე მგონი უნდა წასულიყავ. ვიყავი ხო. იქ ახლა მივიჭერი. ძალიან კაი. ხო. გაუმარჯოს, მოდი, მაშინ ყველა საფეხბურთო ინტელექტუალურ თამაშს პირველ რიგში. იმიტომ რომ ძალიან კაია. ძალიან ასწორებს, რა ცოტა ისე რო ვთქვათ. გონებასაც ანვითარებს. ამ თითქოს რა იცი? ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ აი უკვე გვენატრება რა, აი ლომკა გვაქვს თქო ხუმრობთ. მართლა, იმიტომ რომ ძალიან მონატრება იცი სამ თამაშებმა და ზუსტად ამიტომაც და თან იმიტომ რომ შენ და ჩვენ გაგვაცნო ერთმანეთს კიდე შენი მეგობრები და ჩვენი მეგობრები, აი ჩვენი გუნდები გავიცანით ერთმანეთით და მეგობრდით, კარგი ურთიერთობა გვაქვს და კიდე ძალიან ბევრ სხვა ადამიანთანაც რა თქმა უნდა. ზუსტად ამიტომ არის ძალიან მაგარი რამე და გაუმარჯოს ამ თამაშებს. აი ხაზუკა. კი, გამპოტი ღვინა. კი, შენიერი არის. შეიძლება მე ამის ცოტა ვცლად. კი ბატონო. და გემოვნება. მოკლედ ზუკა, მე გითხრობ შენ ახლა ასპარე, შენ უნდა გითხრა, რას გვისურვებადა სპორტს, რას გვირჩევდი, რა გამოვასწოროთ, რა დავხვეწოთ და ასე შემდეგ. სიამოვნებით. შენ დამოკიდებულებაც და ყველაფერი უნდა გითხრა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა და თქვენთან დამეგობრება. რას ვისურვებ ხო? თქვენ ხართ რაღაც ერთიანი გუნდი. ბიჭებმა რომლებიც ისავლეთ სპორტულ ჟურნალისტიკაზე, ხო? და უკვე ვისურვებ, რომ თქვენ გამოხვიდეთ ასპარეზზე. უფრო სისტემატიური სახელმისცეთ ამ ყველაფერს, რადგან თქვენ ცოდნაც გააქვთ, კომპეტენციაც გააქვთ, პატიოსნება გააქვთ და ესეთი ადამიანები არა მარტო სპორტულ სფეროს, არამედ ქვეყანას ჭირდება. რომ ქვეყანა თუ
კონკრეტულად ის სფერო, რაშიც მოღვაწეობთ, ოდნავ წინ და ოდნავ სხვა ეტაპზე გადავიდეს და თქვენ ამის შესაძლებლობა გააქვთ და მე ვისურვებდი, რომ თქვენ ხედავდეთ ეკრანებზე თუ გაზეთები აღარ არის ესეთ პოპულარულ ჟურნალებზე თუ რაც იქნება, ეს იქნება ჩემი ძალიან დიდი სურვილი და ეს აუცილებელიც კია რომ მოახერხოთ რა და ვეცდებით. თუნდაც აი ამ ეპიზოდების ჩაწერა გააგრძელოთ თუნდაც ალბათ სისტემატიურად და გამოგდით კარგად რაც თავარი არის. ხო, ახლა ტექნიკური საკითხები ნელ-ნელა დაიწყოთ. თავარია დაიწყოთ, ეს YouTube-ი არის, არ არის აქ აუცილებელი რაღაც სკილები და რაღაცეები, რაც ტელევიზია მოითხოვს, ხო და ეს ყველაფერი იქნება. თავარია ეს ენთუზიაზმი, ეს სულისკვეთება, რაც გააქვთ, ახლა რასაც მე გიყურებთ თქვენ უკვე მესამე თუ მერამდენი წელია, ხო? ამისთვის ყველაფერი გაქვთ, რომ დიდი მადლობა ზუკა. ხან რა ზუკამ თქვა რომ გამოვიდეთ ეკრანებზე და უფრო ხშირად გნახოთ და ზუკას სურვილიც ახდეს და ჩვენიც. ამისთვის არხი უნდა გამოიწეროთ, ვიდეო უნდა დაგვილაიქოთ და უნდა გააზიაროთ ყველგან, სადაც ფეხბურთის მოყვარული ხალხი გეგულებათ. ზუკა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენ კიდე ძალიან ბევრჯერ შევხვდებით, ძალიან ბევრ დროს გავატარეთ. მადლობა დიდგორი ბარს აუცილებლად რომ დაგვითმოს სივრცე დრო და ეს ძალიან მაგარი გარემო აუცილებლად აქ უნდა მოხვიდეთ, იმიტომ რომ ალბათ კონკურენტო სივრცე არის თბილისში კი არა საქართველოში ესეთი რაღაცა სტილით, სილამაზით და ძალიან ბევრი კარგი რაღაცა შეგიძლიათ აქ გააკეთოთ, სვად და ჭამოთ მაგალითად. დიდი მადლობა ზუკა, მადლობა თქვენ და შევხვდებით Cooling Break-ის მეორე სეზონის მეორე ეპიზოდში.